ეხლა დავიწყოთ. გამარჯობა კიდევ ერთხელ, მე ვარ ირაკლი, Ensofy-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩემთან ერთად დღეს არის ივერი, ასევე კომპანია Ensofy-ის დამფუძნებელი. როგორც გახსოვთ, Ensofy-ში მუშაობთ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტზე, რომელიც ადამიანის ხმაში ადგენს მენტალურ დაავადებებს, როგორც არის დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს საკმაოდ კარგი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც დაახლოებით 1000 მონაწილეში გამოვცადეთ და გვაქვს დაახლოებით 75% სიზუსტის დიაგნოსტიკური სიზუსტე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ამ სფეროში. პარტნიორობთ ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც წარმოადგენს ონლაინ ფსიქიატრიის პროვაიდერს და ასევე დაგეგმილი გვაქვს პატარა საპილოტე პროექტი იტალიურ ტელემედიცინის კომპანიასთან ერთად და ასევე გსურს რომ მომავალ წელს განვავითაროთ თვითონ ეს პროდუქტი ჩავატაროთ რამოდენიმე კვლევა რისთვისაც მუშაობთ fundraising-ზე დაახლოებით იანვრის ბოლომდე გვინდა რომ ავწიოთ დაახლოებით $300,000 რაც დააფინანსებს ჩვენ ოპერაციებს შემდეგი 18 თვის მანძილზე პირველ რიგში გვინდა რომ გავაკეთოთ კლინიკური ვალიდაცია ამ პროდუქტის მეორე მხრივ გვინდა რომ დავიწყოთ ეს customer pilot-ები რაც ერთგვარი შემოსავლის წყარო იქნება და მივახცევთ ერთგვარ ბრუნვას დაახლოებით $100,000-დან $120,000-მდე წელიწადში. ამასთანავე ეხლა ხანს დაახლოებით ერთი თვის წინ მქონდა მონაწილეობა მივიღეთ ამერიკულ აქსელერატორში, რომელსაც ეწოდება Accelerate Health და ამ აქსელერატორის ერთ-ერთი შედეგი იყო, რომ საკმაოდ კარგი წვდომა გვაქვს ბევრ ამერიკულ ჯანდაცვის პროვაიდერთან და ციფრული ჯანდაცვის კომპანიასთან და სანაცვლოდ ამ სამთვიანი პროგრამისა Accelerate Health-მა მიიღო ჩვენი კომპანიის 2%, ანუ კომპანია რომელიც დაარსებული გვაქვს ამერიკაში, იმ კომპანიის 2%, ხოლო დანარჩენი shareholder-ები ვართ მე და ივერი. 50-50 გვაქვს დანარჩენი share-ები გაყოფილი. მე ვარ ოფიციალურად CEO ამ კომპანიის, ხოლო ივერი არის CTO, რადგან მე უფრო სამედიცინო და ბიზნეს ბექგრაუნდი მაქვს, ხოლო ივერის უფრო ხელოვნური ინტელექტში და software engineering-ში აქვს ბექგრაუნდი. ირაკლი აქ ხართ თუ ისევ ხარ ვეზიგოგ? ისმის კამერა მე ვიდან ინტერნეტი შეგვავს. იქნებ ვიდეო გათიშო და იქნებ უკეთესი იყოს ეს. ივერი მოდი რამე არის დასამატებელი თუ მორჩა უკვე? არა ეს იყო სულ შესავალი ასე ვთქვათ კომპანიის მზად ვართ კითხვებზე პასუხით გავთ. Use case-ები რა არის? ანუ ცოტა უცნაური რაღაცა ხმით მოვაჩინა მენტალური დაავადებები. Use case-ი რა არის? ანუ რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა გამოვიყენოთ? ეგ გითხარით, იმიტომ რომ ბევრნაირად შეიძლება ადამიანმა იფიქროს, მაგრამ თქვენ კაპიტალიზაციას სახედავთ მანდ ფულს რაში შევუყურებთ? კი, შემიძლია ამაზე უპასუხო. ანუ დღესდღეობით ჯანდაცვის პროვაიდერები ძირითადად ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში ცდილობენ რომ რეგულარულად გააკეთონ მათი პაციენტების და მათი წევრების მენტალური სკრინინგი. ეს ამას აკეთებენ იმიტომ რომ ეს მენტალური დაავადებებთან ქრონიკულ დაავადებებთან ერთად იწვევს მაღალ ხარჯებს თვითონ პროვაიდერებისთვის, ანუ ჯანდაცვის ხარჯები იზრდება. დღესდღეობით რაც აკეთებენ არის იყენებენ სტანდარტიზირებულ კითხვარებს, რომ ჩაატარონ ეს მასიური სკრინინგი მათი პაციენტების. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კითხვარები საკმაოდ შეზღუდულია, დიდი დრო ჭირდება ამ პროვაიდერებისგან ამ კითხვარებს, თვითონ პაციენტებს არ მოწონს და ასევე თვითონ ეს არასისტემატურად ტარდება მოკლედ ამ კითხვარების ჩატარება.
ჩვენი ალტერნატივა არის, რომ ამ კითხვების მაგივრად, რასაც დაახლოებით 4-5 წუთი ჭირდება თითო პაციენტზე, ვიღებთ პაციენტის ხმას და აქედან ვადგენთ იგივე ინფორმაციას, ანუ ჩანაცვლებას ვაკეთებთ ერთგვარად ამ კითხვების. აი ეს არის ძალიან კონკრეტული გამოყენება, რაშიც უკვე ვხედავთ გარკვეულ tractions, ანუ ეს ვისთანაც თანამშრომლობს utility აქვს ამ ტექნოლოგიას. ანუ მარტივად რო თქვათ 30 წამი ჩანაწერი რო იყოს, ანუ ჩემი ჩანაწერი რო იყოს, დამიდგენთ ეს რო თქვათ რაიმე სახის mental disorder-ი მაქვს თუ არა, ასეა? დიახ. ხო, ჯერჯერობით დეპრესიაზე არის აქ საუბარი, მაგრამ ხო, სხვა მენტალურ ჯანმრთელობაზე states-იც მუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით დეპრესიაზე კონკრეტულად. და შეიძლება რომ სხვა რამეც იყოს, ანუ არა დეპრესია, არამედ სხვა ტიპის ისინი შეიძლება იყოს კიდე? კი, მაგალითად anxiety, რაც არის ნერვიული აშლილობა, მაგალითად ერთი ასეთი mental state screening-ი არის, რასაც ასევე გვაქვს უკვე ინფორმაცია შეგროვებული, ანუ ბაზა მზად გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით მარტო დეპრესიაზე ვაკეთებთ კონცენტრაციას ამ მომენტში. კარგით. ანუ 30 წამი ჩანაწერი, მე რომ მოგიტანოთ ვიღაცას ხვისი ჩანაწერი, მაგ შემთხვევაში დაადგენთ ამას, ანუ აი ტელეფონზე რო ჩავიწერო, მისი საუბარი ამას დაადგენთ? დიახ, ზუსტად. მხოლოდ ხმის მეშვეობით. და 1000 გამოკვლევა რაც გაქვთ გაკეთებული, 1200 როგორც მახსოვს, ანუ ესე ვთქვათ, რა ხდება, რომ ესე ვთქვათ, გამოიკვლიეს ექიმებმა, დაადგინეს და თქვენ დაემთხვიეთ, თუ როგორ არის საუბარი? ხო, კაი კითხვა არის, არის ჩვენ მიერ შექმნილი ბაზა არის, რაშიც შევაგროვეთ ეს 1200 ადამიანის ხმის ჩანაწერები, რომლებიც ლაპარაკობენ ზოგად თემებზე და შევსებული აქვთ ზუსტად აი ეს კითხვები, რის ჩანაცვლებას გვინდა. კონკრეტულად ეს არის დიაგნოსტიკური კითხვები, PHQ-9 და GAD-7. აი მაგ კითხვების სკორის მიხედვით ჩვენ ვაკეთებთ დეპრესიის, ასე ვთქვათ, screenings. მას იყენებენ, ანუ ეს არის სტანდარტიზირებული კითხვები და ჩვენ ბაზა არის ზუსტად ამას შექმნილი, რომ ეს ჩავანაცვლოთ. და კითხვა მაქვს ეგეთი, შეხედეთ, გავიგე რომ მან ესე ვთქვათ რაღაცა წომა ქონდათ ბაზაზე. ერთი ისეთი კითხვა მაქვს, ირაკლი, მე მესმის რომ თქვენ ესე ვთქვათ სამედიცინო დარგის წარმომადგენელი ხართ, ესე ვთქვათ რა პროფესიითაც რა, მაგრამ საქართველოში, თუნდაც საქართველოში ამის ტესტირება მასიურად, თუნდაც კლინიკებთან გადამოწვება, ან თუნდაც ნევროპათოლოგებთან. რამე ეგეთი მომხდარა თუ არა? საქართველოში არა, მაგრამ ზოგადად ეს ტექნოლოგია გადამოწმებული არის, ანუ რამოდენიმე research paper-ი არის და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენს გამოუშვით ეს white paper-ი, სადაც შევადარეთ ამ ტექნოლოგიის performance-ი ამ კითხვებს, რაც გამოიყენება. ანუ საქართველოში ახლა შეიძლება ტელემედიცინაზე დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ ჩვენი target market-ი არის ამერიკა და რამოდენიმე ევროპული ქვეყანა და იქ უკვე ყავს 1-2 პარტნიორი, ვისთანაც უკვე თანამშრომლობთ. კონკრეტულად ამ იმაზე ტექნოლოგიას. აუ, ჩაგეკითხებით ბოლომდე რა, შეხედეთ, თქვენ რეალურად გაქვთ ხმის, ესე ვთქვათ, ჩანაწერი და ხმაზე გაქვთ რაღაცა გარკვეული მარკერები, ესე ვთქვათ, რომლის გადაცდენის თუ ესე ვთქვათ რა, მიღწევის თუ ასე შემდეგ, ადგენთ გარკვეულ სიმპტომებს. ანუ ხმის მარკერებზეა საუბარი, 30 წამი ჭირდებათ, რომ ალბათ 70% იქნება ნორმალური საუბარი და რაღაცა გარკვეული გადაცდენები რაც არის, ის უკვე ის 30% ის ადგენს, რომ რაღაცა შეიძლება ისე არ იყოს, როგორც ხვდები, ანუ ესე ვთქვათ, ის უნდა იყოს, რა ქვია რა, ანუ გრაფიკულად ეს ჩანს ხოლმე. ესეც გავიგე. ერთი კითხვა მაქვს, რომ აი როგორი რაღაცა არის, იცით, რომ მე ნევროპათოლოგო. ესე ვთქვათ, დღეს გამოსტმა ნევროპათოლოგმა რომ მითხას, რომ ეს ნამდვილად ესეა, გონია რომ თქვენს პირად უფრო მეტი თანხების მოძიებას შეძლებთ და ეგ კითხვა მაქვს რომ საქართველოში რატომ ერიდებით და მიჩნდება ეგ შტაბ-ეშლება რომ ერიდებით ესე ვთქვათ თუნდაც არა კლინიკებისგან თუნდაც არა ბიზნესისგან რომელიც ამაზე ფულს აკეთებს მაგრამ ნევროპათოლოგებისგან ესე ვთქვათ გარკვეული იმების რა ქვია რა ფიდბექების მიღებას რა
საქართველოს არ ვერვედებით, ანუ ის პოზიცია არ გვაქვს, რომ საქართველოში არ გავიტან ამ ტექნოლოგიას. ამ ეტაპზე რასაც ვცდილობთ გავაკეთოთ, ეს ზოგადად დიაგნოსტიკაში ესე არის, რომ გარკვეული პეიპერი გინდა პუბლიკაცია, სადაც აჩვენებ კლინიკურად, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს იმ კონკრეტულ ნიშაში, სადაც იყენებ და შემდეგ ამის გამოქვეყნება ხდება, რასაც იყენებ მე უკვე კასტომერებთან მარკეტინგისთვის. საქართველოში ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ ისეთი ცენტრი, რომელიც ამ კვლევაში დაგთანხმდება და ასევე აქვს გამოცდილება მსგავსი კვლევების ჩატარების. ჩვენ გვინდა საერთაშორისო კვლევა, რომელიც შემდეგ გამოგვადგება ამერიკაში. ეხლა ვინც ყავს კანდიდატი არის პოლონური ორგანიზაცია, უნივერსიტეტი არის, რომელიც ზად არის თვითონ ეს კვლევა ჩვენთან ერთად ჩაატაროს და მე ამაზე publication კონდეს სხვადასხვა კონფერენციებზე გავიტანოთ. ამერიკაში ყავს ერთი ესეთი კანდიდატი, რომელიც ასევე მზად არის, მაგრამ აი საქართველოში ახლა აქტიურად არ მოგვიძებნია, თუმცა თუ იქნება დაინტერესებული პირი, რა თქმა უნდა, დავიწყებ თანამშრომლობას. უფრო დავაწუსტებ თუ შეიძლება რა. ირაკლი შეხედეთ, მოკლედ მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალიან მომწონს თქვენი სტარტაპი და სიამოვნებით ვინმეს გავყვები, მაგრამ გავყვები. შეხედეთ, სიტყვაზე ვამბობ, რომელიმე ექიმი, ასე ვთქვათ, ისეთი სახელიანი ექიმი, რომელიმე კლინიკა, რომ ამბობდეს, რომ ეს მაგარი და მოდი მე ამაში ფულს ჩავდებ, თუნდაც ცოტას. და არწმუნებული ვარ, რომ ბევრად უფრო მეტი ტიპი ჩადებს მე თანხას მიიღებთ და რას გულისხმობ გეტყვით რა. იმიტომ რომ ერთია რომ ესე ვთქვათ, თქვენ ახლა პირდაპირ ვამბობ, დაინტერესებული პირი ხართ, ცხადია, სტარტაპი ხართ და თქვენ გინდათ რომ ესე ვთქვათ, თანხა აიღოთ და ჩვენთვის ესე ვთქვათ, როგორც კი ამაზე ესე ვთქვათ რა, გარკვეულ ინიციატივას დავინახავთ, რომ იღებს ექიმი ან კლინიკა რა, ჩვენთვის ეს ბევრად უფრო მეტი კონფიდენცია, მეტი რწმენა გვაქვს ამ შემთხვევაში, ხო ხვდებით რა. ეგ არის ესე ვთქვათ ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ მაგრამ მომწონს იდეა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამოვიდეს, მზად ვარ, რომ რაღაცები დავდო, მაგრამ ჩემნაირი ბევრად უფრო მეტი იქნება, თუ ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ფლაგმანი ვინმე ექიმი იქნება, ან ვინმე კლინიკა თქო და აი ეგ კითხვა მიჩნდება, რომ ეგენი რატო არ ყავთ ესე ვთქვათ თქვენ მხარეს და რატო არ იმას გინით თქო ეხლა რაღაცა მესმის რომ პოლონური მესმის რომ ამერიკაზე გინათ რა თქმა უნდა მაგაზია საუბარი რა თქმა უნდა დიდ ბაზარზე უნდა იმუშაოთ და მაგიტომაც მომწონს ყველაფერი ეს რომ დიდ ბაზარზე უნდა იმუშაოთ მაგრამ რატომ არ თავთ ესე ვთქვათ აი აქედან სიმყარისთვის რატო არ იყენებთ ესე ვთქვათ სახელიან ტიპებს რომლებზეც საქართველოში შეიძლება რომ მარტივად გახვიდეთ რა თუ ვერ გადიხართ შეიძლება მაგაში დაგეხმაოთ არ ვიცი პრინციპს გეკითხებით აი გითხარი ანუ ერთ იმას დავამატებდი რომ ჩვენ ვაგებთ ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელს ხო დიდი ბაზა ამისი არის ანუ იმ data ბაზაზე რაც ჩვენ გვჭირდება რომ ეს მოდელი შევქნათ ჩვენ ეს data ბაზა შევაგროვეთ ზუსტად იმ მეთოდით რაც ვილაპარაკე რომ ხმის ჩანაწერები გვაქვს და ეს PHQ და სტანდარტიზირებული ტესტები ფსიქიატრის ჩარევის გარეშე ეს მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ უბრალოდ ვერ მივახწევთ იმხელა მასას ინფორმაციის თუ ყველა პაციენტზე შემოვიყვანთ ფსიქიატრს და ჩავატარებთ სრულ ასე ვთქვათ ფსიქიატრიულ სესიას ყველა პაციენტს. ანუ ეს უბრალოდ არ არის scalable მიდგომა. ამიტომ ჩვენ შევქმნით ეს ბაზა ეს არა ივა უკაცრავად შეგაწყვეტინებთ რა მაგას არ გულისხმობ მე scalable ბაზა არ მინდა მე მინდა რომ ცნობილმა ექიმა პეტრემ მითხრას რომ კაცო 5 კაცს დავესწარი და აიმთხვა და ძალიან მაგარია აი ეგ მინდა რეალურად და არა ის რომ ანუ თქვენ ახლა ბაზის შექმნის კუთხით იძახით და მე კიდე ინვესტორს კონფიდენსის კუთხით ეკითხებით ხო ხვდებით ანუ სხვაობა მანდ არის რა ანუ მნიშვნელოვანი სხვაობა ეგრე ვფიქრობ რა რომ ჩემთვის ესე ვთქვა დამოუკიდებელი ესე ვთქვა ექიმის პოზიცია რა მაგარი გადამწყვეტი იქნებოდა აი ამაზეა საუბარი კი, გასაგები არის ზუსტად ანუ ეს არის ეხლა რასაც მუშაობთ რომ დავიწყოთ კლინიკური სტადი. ანუ კლინიკურ სტადიზე ჩვენ მაგას გულისხმობთ რომ ვითანამშრომლოთ ფსიქიატრებთან, ჩავატარებთ სრულ სესიას თითოეულ საბჯექტთან, გამოვიკლევთ, გვექნება სტანდარტიზირებული ტესტების რეზულტატი, ფსიქიატრების რეზულტატი და ჩვენი მოდელის prediction screening-ის რეზულტატები. და ამას ერთად ფსიქიატრებთან ერთად ამ ანალიზს გავაკეთებთ ამ რეზულტატების და ვალიდირებული
ასე თქვათ, პერფორმანსი გვექნება. ზუსტად ეს არის ეხლა რასაც მუშაობთ. რატომ რამდენი ხანი გინდათ მაგაზე? ხო. ეს ანუ საკმაოდ ვრცელი პროცესი არის, ანუ ჩვენ გვინდა მინიმუმ 150 ასე ვთქვათ პაციენტი რო ყავდეს აი ამ clinical study-ში, ანუ იმიტომ რომ sample size მნიშვნელობა აქვს, ანუ 5-10 პაციენტით ვერ დავიწყებთ ამ clinical trials. და მნიშვნელოვანი არის რომ მიყვებოდეს სპეციფიურ პროტოკოლებს, რომ ეს მისაღები იყოს ეს clinical study საერთაშორისო ბაზარზეც. ანუ ჩვენ გვინდა რომ რა თქმა უნდა საქართველოშიც გვაქვს ამაზე ამბიციები, მაგრამ ასევე გვაქვს ამერიკაშიც და ევროპაშიც. და ამერიკაში და ევროპაში რომ ესეთი clinical study მისაღები იყოს, რაღაც სპეციფიურ პროტოკოლებს უნდა მიყვებოდეს და ამიტომ გვაქვს მაგალითად პარტნიორობა იმ პოლონურ უნივერსიტეტთან და international ასე ვთქვათ პარტნიორებს, იმიტომ ვეძებთ რომ ისეთი პროტოკოლი შევქმნა და clinical study ჩავატაროთ, რაც მისაღები იქნება სხვადასხვა მარკეტებზე, ანუ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, იმიტომ რომ ანუ ვრცელი პროცესი არის, ერთი წელი მაინც დაჭირდება ამას და ამიტომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე მე სერჩავდი ამ მიმართულებას და ხო, ეგრე ჩანს თორნიკე რომ ამ მიმართულებით სერიოზული ხალხი მუშაობს. მათ შორის University of California, San Diego School of Medicine მიგდებს და იქ სერიოზული რაღაც კვლევები მიმდინარეობს. ოღონდ მარტო ხმით არა, ანუ სახესაც უყურებენ, ანუ ვიდეო აქვს და ხმა აქვს და მაგის მიხედვით მოკლედ ტიპი გეუბნება, რომ anger, happy, sad და ასე შემდეგ. ანუ რაღაცებს ვიღაცები აკეთებენ მნიშვნელობას. ანუ ის რომ მოკლედ მაგ მიმართულებით რაღაცა ხდება, ანუ როგორც კი დასერჩავ, რაღაცებს გიგდებს, ცოტა ღრმად სჭირდება დასერჩვა, მაგრამ მოკლედ გიგდებს და მათ შორის გეუბნება, რომ tone of voice-დან გამომდინარე შეგიძლია რაღაცებს მიხვდე და სავარაუდოდ ეგ ასწავლეს. რასაც მეგობრები გვეუბნებიან, რომ ამას ყველაფერს სჭირდება რაღაცა ცოტა მეტი ამას ყველაფერს სჭირდება ცოტა მეტი ისა რა ქვია მასალა იმისათვის რომ სტატისტიკურად დაამუშავონ ერთმნიშვნელოვნად ეგრეა, ანუ ბევრი მასალა ჭირდება სავარაუდოდ რომ დაამუშავოთ. აქ ეხა კითხვა რა არის, რომ ერთ მხარეს თუ სან დიეგო დგას და არ ვიცი კიდე ვიღაცები ძალიან დიდი ბიჭები, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი რესურსები და შესაბამისი შესაძლებლობები, მათ შორის School of Medicine რო არის საუნივერსიტეტო, მეორე მხარეს ჩვენ მეგობრებს რა რესურსი აქვთ, ანუ რა know-how აქვთ ისეთი რა know-how აქვთ ისეთი, რომელი know-how-შიც ისინი მოკლედ ამ ბიჭებს აჯობებენ. ანუ ანა რითი შეიძლება აჯობონ, აი არ ვიცი, ეგ არის მან. ესე იგი, რო შევაჯამო. დიდი გოგოები და ბიჭები ამ თემაზე მუშაობენ და ფიქრობენ, რომ ეს თემა არის პერსპექტიული, მათ შორის ამ მიზეზებით მე ამბობენ, რომ customer experience-ის ნაწილია, მათ შორის call center-ში რო რეკავს, ტიპი მარტივად ხვდები და იქ მე რაღაცა advice გაძლევს, რომ ეს ტიპი მზად არის ყიდვისთვის, არ არის მზად ყიდვისთვის, გაბრაზებულია შენზე ბოდიში უნდა მოუხადო, რომ რაღაცები ხა ზოგს ვაზვიადებ, ზოგს მართლა რაც ეხა წავიკითხე, მაგრამ მოკლედ ეგ ნაწილი როგორც საჩას ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობის დონეზე რამდენად შენ უნდა აიღო ტიპისგან მაგაზე ნებართვა რო იცი რა მე ხა შენ ხმას ვაანალიზებ და ქვეცნობიერად მოკლედ მე ამას რაღაცას გამოვიყენებ, მათ შორის კომერციაში არ ვიცი. ჩემი გადმოსახედიდან იმ ტიპმა თუ ამის ნებართვა არ მოგცა, შენ მხრიდან ამის გაკეთება სულ მცირე არაეთიკური იქნება. იმიტომ რომ ეგ არ ვარ რა, ეხლა მე თვითონ არ ვიცი რომ ჩემ ხმაში რაღაცა ქვეცნობიერია და ამ დროს შენ ჩემზე კარგად იცი, ჩემი ქვეცნობიერი ძალიან მუტალი რაღაცა. მედიცინის ნაწილში მგონია რომ მეგობრები რასაც გვეუბნებიან, იქ თავისთავად ითვლება რომ პაციენტი ამაზე თანხმობას განაცხადებს, რომ მისი ხმა გაანალიზდეს და შესაბამისად კითხვის მაგივრად მოკლედ ხმიდან გამოიტანონ ამ სკრინინგის შედეგი, ხო და აი რატო იქნებიან მეგობრები აი ამ გოგოებზე და ბიჭებზე, ვინც ახლა აი აქ არიან ინტერნეტში ჩამოთვლილი და
რაღაცა დიდ და ბევრ რაღაცას აკეთებენ და ბევრ ფულს ხარჯავენ ამაში, ეგ ნაწილი უნდა გავიგოთ რა. დიმიტრი, ძალიან კარგი შენიშვნებია. შემიძლია ამ კითხვებზე გიპასუხოთ. მეორე, შენ კითხვით უცბად გიპასუხებთ იმაზე user consent-ზე, ხო? მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, და ნებისმიერ სტილის ინტეგრაციაზე, რაზეც ჩვენ მუშაობთ, რა თქმა უნდა, იქ კლიენტს, ანუ customers ეცოდინება, რომ ხმა იწერება, consent-ი მიღებული იქნება და მხოლოდ მის შემდეგ იქნება ეს პროცესი ჩართული და ინტეგრირებული. ანუ ეს, რა თქმა უნდა, როგორც შენიშნეთ, ეთიკური კითხვაც არის და მნიშვნელოვანი არის consent-ი მათ იყოს. ანუ ეგ კითხვის გარეშე არის. და რაც შეეხება literature overviews, ხო? ძალიან კარგი რომ ამაზე კონცენტრაცია გააკეთეთ. ანუ დიდი research area არის ეს მხარე და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ანუ actively research არის. ჩვენ ჩავატარეთ სრული ამ publicly available research literature overview, რაც არსებობს. როგორც ახსენეთ, UCLA არის რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტი არის ამაში ჩართული და ბევრი research-ი არსებობს. სხვადასხვა მიდგომები არის facial recognition, facial ანუ audio-visual channel-ებსაც იყენებენ და ასევე ტექსტობრივს. ჩვენი ერთ-ერთი unique positioning-ი არის ის, რომ მხოლოდ ვოკალურ pattern-ებს ვიყენებთ, არ ვაკეთებთ ანუ audio-visual-ზე აქცენტს და არც ვაკეთებთ explicitly იმაზე language-ზე რა აქცენტს. ანუ მარტო ვოკალურ data-ზე ვაკეთებთ აქცენტს. ეს ბიზნესიდან გამომდინარე ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო, რაც მივიღეთ. და რაც შეეხება რითი არის ჩვენი solution უნიკალური, ყველა ამ დარგში არსებობს უკვე ერთი ჩამოყალიბებული dataset-ი, AWEC-ის dataset-ი ქვია და ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გამოგიგზავნოთ ეს ლიტერატურა. ეს dataset-ი არის შექმნილი ფსიქიატრებთან კოლაბორაციაში, public research dataset-ი არის, სადაც არის ეს პაციენტებთან ხმის ჩანაწერები, ფსიქიატრების ანალიზი ამ ხმის ჩანაწერების და სტანდარტიზირებული ტესტის პასუხები. ყველა ლიტერატურა publicly რაც არსებობს ამ მიდგომაზე ევალუაციას აკეთებს ამ public research dataset-ზე. ანუ ის performance-ები, რასაც ეს უნივერსიტეტები, თქვათ, publications აკეთებენ, ყველაფერი არის ამ ერთ dataset-ზე დაფუძნებით, რომ იყოს comparable სხვადასხვა მიდგომები. ჩვენი მოდელი, რაზეც არის რაზეც შევქმნით, ჩვენ proprietary dataset-ზე, მაგრამ evaluation-ი ასევე გაკეთებული გვაქვს ამ public research-ზე, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია შევადაროთ ჩვენი მოდელის performance-ი publicly available მოდელებთან. ეს ერთი. მეორე, ანუ ჩვენ შევადაროთ მან მინდა რა, რომ ეგ მინდა მითხრათ, კარგად მიპასუხეთ, ბევრი რამე გავარკვიე. რატომ იქნებით კონკურენტუნარიანები? ანუ გავიგე, რომ ფული, data ფული არის, data ფულზე თქვენც იმდენად მნიშვნელოვანი ამერიკისთვის ახლა ეგ მიმართულება რომ ტიპებმა გახსნეს. და თქვენს რომ აჰა, ვინც researcher-ები ხართ, აგერ არის data pool-ი და იმუშავეთ ამ data pool-თან რა. გაძლევთ ამაზე წვდომას, ოღონდ აქედან გამოადნეთ რაღაცა, ხო, ეგრე მუშაობს, ხო, ეგ როდესაც რაღაც ეგეც გაკეთება უნდათ, ხო? ხო და თქვენ რა იცით თქო, აი რა გოგონიათ რომ რა გაქვთ თქვენ ისეთი უნიკალური, რა იცით რა არის ალგორითმი, რომელიც თქვენ ამ data pool-ს უკეთესად დაგამუშავებინებთ, ვიდრე ვიღაცა სხვას. კი ბატონო. ეს არის კომბინაცია ორი რამის, ეს არის კომბინაცია ალგორითმის და ასევე იმ ინფორმაციის ბაზის, რაც ეს ალგორითმი იყენებს, რომ შევქმნათ ეს მოდელი. ანუ ორი რამ არის, ამ ორი კომპონენტი შედის, ინფორმაციის ბაზა და თვითონ ალგორითმი. რაც არსებობს ეს publicly available research paper-ები, ხო, ამ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ყველა მორგებული არის და ყველა არის გამზადებული აი ამ public dataset-ზე. ეს ძალიან კარგი, ანუ ჩვენც ვეცადე, ჩვენც გავაკეთეთ, მივაღწიეთ კარგ რეზულტატებს მასზე, მაგრამ ამ dataset-ზე რაც მუშაობს და რეალობაში რა სტილის ინფორმაციასთანაც გვექნება შეხება, სხვადასხვა განსხვავებული არის. მაგალითად თორნიკემაც ამაზე მაგალითად გაამახვილა ყურადღება, რომ აი შეიძლება ტელეფონის ჩანაწერიდან მოვივიდეს, ხო, 30 წამიანი ჩანაწერი, ან ადამიანმა ზოგად თემაზე ილაპარაკოს და ეს არ იყოს 20 წუთიანი ფსიქოთერაპიული სესია ჩანაწერის.
რაც არის ეს publicly research dataset-ში რაც შედის. ანუ მე იმას გულისხმობ, რომ სინამდვილეში როგორი use case-ებიც არის განსხვავდება იმისგან, რაც publicly ახლა available არის. და ესეთი კომერციული dataset-ები ძალიან ცოტა არის, სულ რამდენიმე კომპანია აკეთებს, ანუ არის დიდი კომპანიები, მაგალითად კინცუგი არის, Sonde Health არის, დიდი კომპანიები, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ სულ აი ხელზე ჩამოსვლელი არის, ვისაც აქვს კომერციული dataset-ი შექმნილი. ამიტომ ეს იმისდა მიუხედავად, რომ კვლევით მხარეს არის უკვე კარგად გამოკვლეული და ასე ვთქვათ mature field, კომერციული მხრიდან არ არის ესეთი mature და ეხლა იწყებს ბევრი კომპანია აი ამ სფეროში შესვლას. და უმეტესი კი არა ყველა არის სტარტაპი, როგორც სხვადასხვა stage-ზე. ამიტომ დიდი შესაძლებლობაა ამ მომენტში, იმიტომ რომ early stage არის commercial მხრიდან და research dataset-ები ვერ გამოიყენებ research datasets ორი მიზეზის გამო. ერთი არის ლიცენზია, ეს არ არის კომერციული ლიცენზია და მეორე უბრალოდ ის data რაც research-ში გამოგადგება, რეალობაში არ გამოგადგება. ამიტომ ჩვენ რაღაც არის რომ ისეთი dataset-ი შევქმნით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია კომერციულად გამოვიყენოთ, ეს ერთი და ისეთი მოდელი შევქმნით, ალგორითმი, რომელიც ამ dataset-ზე მუშაობს და ასევე კარგ რეზულტატებს გვანახებს research dataset-ზე. ანუ ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ unique positioning ამ მომენტში. ერთი რაც დავაკვირდით, აი დიმიტრი თქვენ ახსენეთ, რომ აი რა unique insight-ი გაქვთ, რაც webs არ აქვს, ხო? აი ეს accelerator-ში რო ვიყავით, ძალიან ბევრ hospital სისტემას შევხვდით ამერიკაში კონკრეტულად, აი ეს დიდი სისტემები, რაც არის დაავადყოფების. ერთ-ერთი საინტერესო რაც გითხრეს არის, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ანალიზისთვის კონკრეტული კითხვები დაუსვათ პაციენტსო. ანუ ჩვენ როდესაც გამოვიყენებთ თქვენ ტექნოლოგიას, არ გვინდა, რომ კონკრეტული ესეთი კითხვა დაუსვათ, რაზეც მერე პაციენტმა რაღაც უნდა უპასუხოსო. ეს გამოწვეული იქიდან, რომ არსებული ტექნოლოგიები იყენებენ NLP მოდელებს, ამ natural language მოდელებს, რომლებიც თვითონ კონტენტის ანალიზს და იმის რა ქვია, ენის ანალიზს ახდენს. ჩვენი თავარი განსხვავება დანარჩენ 99% სტარტაპებთან არის ის, რომ ჩვენ არ ვართ კონტენტზე მორგებული solution, ან ჩვენ არ ვაკეთებთ კონტენტის ანალიზს და არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად რაზე ლაპარაკობს პაციენტი. არამედ უყურებთ უფრო აკუსტიკურ და უფრო ფონეტიკურ feature-ებს, რაც ხმაში ჩანს. და ეს ვიცით, რომ customer-ისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე იმას აღარ ჭირდება, რომ კონკრეტული კითხვები დაუსვას თავის პაციენტს, ვინც გამოიყენებს ამას. ეს არის ერთ-ერთი edge დამატებით იმასთან ერთად, რაც ივამ ახსენა, რაც ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე და უმეტესობა სტარტაპებს არ აქვს და პლუს ამასთან ერთად იმამ რაც ახსენა არის ის, რომ ანუ ყველაზე დიდი სტარტაპი, ასე ვთქვათ, ძველი სტარტაპი არის 3-4 წლის და შესაბამისად ახალ მარკეტში ვართ და რეალურად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ მარკეტში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დავიკავოთ, იმიტომ რომ ეს სფერო უბრალოდ ახალი არის. მოვისმინე. კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ მაგაზე რა, მოვისმინეთ, გავიგონე, მოვისმინე. ლოგიკური იყო რაც მოვისმინე. აუ, მაშინ მე უნდა ჩაგიკითხოთ, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე რაღაცეები რა. ერთი წამი არ დამავჭეს, საძიმა მახსენე, რატომ არის მონიტორი. კარგი. პირველი, ანუ სწორედ მესმის თუ არა, რომ NLP მოდელი ახსენეთ azziaravara არის, მაგრამ როგორც მივხვდი არის შემდეგი რა. Linguistic programming-ია ეგ, მაგრამ NLP მოდელი ვის რა სჭირდებოდა აქ? არ ვიცი ახსენე ეს და არც ნეირო, არც ლინგვისტური, არც პროგრამინგი, вообще არც ერთი სიტყვა არ მესმის მე მგონი რა. რომელმა ახსენა ნეირო ლინგვისტური პროგრამინგი? მე ვახსენე NLP, ანუ NLP-ის მოდელებს ხმარობენ ჩვენი კონკურენტები, რომ გაანალიზონ კონტენტი. ჩვენ არ ვიყენებთ ამ NLP-ს და ეგ არის განსხვავება. NLP არის ესეთი მიმართულება, როდესაც შენ ადამიანის body language-ით და კიდე რაღაცეებით შეგიძლია მიხვდე ის როგორ იქცევა. მარტივად შემიძლია ტექსტობრივი ანალიზია თქვენ თუ დაიწყებთ ლაპარაკს, ანუ თუ ლაპარაკობ რა აი პრობლემა გაქვთ, თქვათ, ცილთან ან დეპრესია გაქვს, ან რაღაც ცუდი შფოთვითი რაღაც ისინი გაქვს, ანუ აი keyword-ებს ეძებს რა, აი სიტყვას რო იტყვი, რომ გავიგე.
გავიგე, შეხედეთ ზუსტად ეგ მაინტერესებს რა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არის, რომ თქვენი კონკურენტები უმეტესობა ახსენეთ, თქვენი კონკურენტები აკეთებენ შინაარსობრივ ანალიზს, ანუ მინიმუმ ის ენა რა ენაზეც ხდება პაციენტის მიერ საუბარი, ის ენა უნდა იცოდე. თქვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის და რეალურად ნებისმიერ ენაზე რო ლაპარაკობდეს ადამიანი, ანუ ხმის ტემბრზე და ხმის ესე რომ თქვა და აი ამ იმაზე მაგითი აღდგენთ სწორედ მესმის თუ არა? არა, ინგლისური ალბათ. არა, მაგას გეუბნები რა, შეხედე ეგ არის, რომ რეალურად სულ კამბოჯელი რო საუბრობდეს, ხო, ანუ ისა რა ქვია, არ ვიცი რა, ნებისმიერი ჩინელი რო საუბრობდეს, ამას შეძლებს რომ დაადგინოს. ესეა თუ არა? სწორი ხართ რაც კონკრეტულ ეხლა ან ერთი ვარ სწორი ან მეორე. მე სწორი ხართ იმითი რომ ანუ ჩვენ ზუსტად თქვენ როგორც ვთქვით ვოკალურ ფიჩერებს უყურებთ, სულ არ უყურებთ language საერთოდ. ანუ language-ზე დაფუძნებული არა, მაგრამ მე თუ ინგლისურად ლაპარაკობ და სხვა ადამიანი ჩინურად ლაპარაკობს, ვოკალურზეც არის რაღაც განსხვავებები. მაგრამ იმ ხელა განსხვავება არ არის, მაგალითად მე რო ესეთი ტექსტობრივი მოდელი მქონდეს აწყობილი, ეგ რო ავაწყო ისე ჩინურზე ბევრად უფრო დიდი სამუშაო მელის, ვიდრე რომ ვოკალური რაღაც გადავაწყო. ხო, დაახლოებით იქ ჩვეულებრივად ადამიანები როგორ საუბრობდნენ, მაგის ჩანაწერი უნდა გქონდეთ, ესე ვთქვა, დატა იმისი რომ ნორმალური რა არის, რომ იმათთან მიმართებაში ვიბრაციის გადაცემა დაადგინოთ, ხო, სწორედ მესმის. ანუ ენა არ გჭირდებათ რომ იცოდეთ. არა, არ გჭირდება ენა. კარგი. ეხლა თქვენ ახსენეთ უმეტესობა რა. და ზუსტად ეგ კითხვა მაქვს, რომ უმეტესობა ნიშნავს იმას, რომ მაინც ვიღაცა იგივეს აკეთებს, რასაც თქვენ აკეთებთ. ანუ კი არის ერთ-ერთი ესეთი კომპანია, ვინც კონცენტრაციას აკეთებს მხოლოდ ვოკალურ ინფორმაციაზე, ანუ ამ ტექსტობრივზე არ უყურებს. მე მგონი ისინი ასევე რაც ვიზუალურ კომპონენტსაც იყენებენ რაღაც მომენტებში, მაგრამ კი არსებობს ისეთი კომპანია, რომელიც მარტო აუდიო ეს ის დიდი ტიპები არიან, ვისაც აზეთ ძიმა საუბრობდა თუ არა? იმორში არ არის, მაგრამ ერთ-ერთი არის, ასე ვთქვათ, late. იმ ხელა არა, მაგრამ ხო არის. ესენი არიან სტარტაპები, ანუ seed round-ზე ან series A maximum სტარტაპები არიან, ანუ და რეალურად ჩვენ არც ვიცით რა performance აქვს, accuracy-ს გულისხმობ, ანუ სიზუსტეს გულისხმობ და ანუ ვერც ვიტყვით რომ ჩვენ ჯობნიან და ვერც იმას ვიტყვით რომ ჩვენ ჯობი ვართ, იმიტომ რომ რეალურად მაგათი data public არ არის. ანუ ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, უბრალოდ რამდენი დიდი ტიპები არიან ისინი, მაგის მიხედვით რა რესურსები აქვთ მაგითი. კი, მაგალითად შეგვიძლია. ეხლა ამიხსენით სიტყვა კომერცი, ანუ დატასეტი ვერ ხვდები რა არის, ანუ ინფორმაცია რომელიც გააქვთ. მონაცემთა ბაზა. ოკეი. და რითი განსხვავდება კომერციული დატასეტი და research dataset-ი? თქვენ ეს როგორც ახსენეთ, როგორც ორი განსხვავებული რაღაცა და სხვაობა რაშია? სხვაობა იმაშია, რომ მოდელი, რომელიც აწყობილია research dataset-ზე, იმას ვერ გაყიდი. არ გაქვს ლიცენზიის მხრიდან არ გაქვს მისი საშუალება. ანუ კომერციულად ვერ გამოიყენებ იმ პროდუქტს, რაც აწყე research. კომერციულ გამოყენებას ასე ეძახით? ანუ ვერ გაყიდი. როგორც პროდუქტს ვერ გაყიდი. ვერ გავიგე. თქვენ რამეს ყიდით ახლა ამ შემთხვევაში ამ დატას ყიდით? არა, რომელ დატაზე დაფუძნებითო ვაკეთებ მე საბოლოო ალგორითმს. ესე იგი, უნივერსიტეტიდან მოპოვებულ publicly available data-ზე გაკეთებული ალგორითმითო მე კომერციალიზაციის გაკეთებას ესე ვერ შევძლებ. ანუ მე შემიძლია სწორად გავიგე სამეცნიერო ფეიფერები. კი, სწორია. სამეცნიერო ფეიფერები ამაზე დავწერო და დავასაბუთო, მოკლედ ეს და publicly available data-თი ვამტკიცებ, რომ ეს ესეა, მაგრამ ამის მერე უნდა გადავიდე რეალურად კომერციულად მოპოვებულ data-ზე, იმ კომერციულ მოპოვებულ data-ზე იგივე უნდა დავასაბუთო, რომ ნამდვილად ეგრეა და მერე მიღებულ ალგორითმს უკვე მიღებულ რასაც მივიღებ, იმით უკვე ბიზნესი შემიძლია ვაკეთო რა. ანუ იმაზე თეორიას აფუძნებ და ამაზე პრაქტიკას დაახლოებით ეგეთი. მერე უნდა დაასაბუთო, რომ ეს ნამდვილად აქაც მუშაობს და აქაც მუშაობს. ეგრე გავიგე მე ახალგაზრდები. კი, სწორია ზუსტად. კარგით. გავიგე. ეხლა გავიგე და თქვენ ამბობთ, რომ ძიმამ რაც მოიყვანა, ესე ვთქვათ, იქ დიდი ტიპები არიანო, ისინი ყველა
ეფუძნებიან ამ იმას, რა ქვია, research, ანუ არაკომერციულ დატას, თუ არასწორად გავიგე ეგა? არა, ვინც კომერციულში არის, ყველას თავისი კომერციული დატასეტი აქვს, მაგრამ ეს დაახლოებულია, მასზე პერფორმანსი არ გვაქვს, არ ვიცი სინამდვილეში რა ხდება. დიდი ტიპები ეს უნივერსიტეტები არიან, რომლებიც დიდი ხანი ამაზე მუშაობენ, მაგრამ ესენი არიან research ორგანიზაციები, ესენი არ ყიდიან, ასე ვთქვათ, ამ თავიანთ მოდელებს. გავიგე, კარგით. და თქვენი ერთ-ერთი უპირატესობა არის კომერციული დატა, როგორც გავიგე. არა, ამ წუთში არა. თორნიკი, ამ წუთში არა. რაღაცა მომენტში მოკლედ კომერციულ დატაზე უნდა გადავიდნენ. არა, გადასულები ვართ. ეგ არის ჩვენი უპირატესობაო რა, მაგას ამბობენ. 1200 ჩანაწერი არის კომერციული ჩვენი პირადი. გავიგე. კარგით. ეგეც გავიგე. შემდეგი კითხვა მაქვს მაშინ რა. შეხეთ მაგაზე ჩვენ, ანუ პიჩის დროსაც გქონდა საუბარი, ერთი კითხვა მაინც მაგრამ აწუხებს და ვერ ხვდები რატო არ შეიძლება ესე იყოს. მოკლედ თქვენ ახლა დღეს გადიხართ ტესტირებების ეტაპს, ანუ სამედიცინო ტესტირებების ეტაპს, როგორც არის, ესე ვთქვათ, იმითი რა ქვია რა, ყველა ეს რეგულაციები და ასე შემდეგ, აი ეს პროცესი უნდა გაიაროთ, ხომ ასეა? არა, ანუ გასუხო, მაგრამ რეგულაციები არ არის ამ პროდუქტზე მოთხოვნილი, ასე ვთქვათ, იმიტომ რეგულაციები დიდი სიტყვა არის FDA approval-ი და ასე შემდეგ არ არის საჭირო ესეთი პროდუქტებისთვის და მასზე არ არის, არ გვაქვს გეგმები. მაგრამ ტესტირების ერთი არის data protection და ასე შემდეგ, HIPAA, GDPR და ეს რეგულაციები, მეორე არის უფრო სამედიცინო რეგულაციები. HIPAA, GDPR ჩვენ გვეხება, იმიტომ რომ data-სთან გვაქვს შეხება. FDA და სამედიცინო არ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ დიაგნოსტიკური, ჩვენ ვართ screening ტექნოლოგია. გავიგე. მე გონდა რომ თქვენ ტესტირებებს გადიოდით და მაგითო გიჭირდებოდათ ის წელიწად ნახევარი რა და ეხა ამერია საერთოდ. არა, ტესტირებებს გავდივართ და გვინდა რომ გავიაროთ, აი clinical trials მაგას ვეძახით, მაგრამ ის რომ მივიღოთ ოფიციალური, ესე ვთქვათ, approval-ი ორგანიზაცია რაღაც FDA-სგან მაგალითად ეს არ არის გათვალისწინებული. თითქმის კი არ მეგონი არავის არ აქვს ამ დარგში FDA არანაირი კლინიკური approval-ი ოფიციალური. ანუ არანაირი კლინიკურ, სამედიცინო, ესე ვთქვათ, შტამპს თუ ესე ვთქვათ, სერტიფიკატს თუ ესე ვთქვათ, რაღაცა უფლებამოსილებას არ ელოდებით არავისგან. არა. ოკეი, გავიგე. ეხლა ესე იგი სხვანაირად არის რა. შეიძლება რავი, შეიძლება ძიმა შენ უფრო გაიგე რა, მე ვეღარ მივხვდით, აბა ეს ტესტირება რა ხდება? ტესტირება არის უბრალოდ რომ რაოდენობა დააგროვოთ ინფორმაციის, მაგაზეა საუბარი? ტესტირება არის. და ნაწილში უნდა დადასტურდნენ, რომ მოდელი მართლა მუშაობს და უნდა ასწავლონ ეს artificial intelligence-ი ეგეთი რაღაცაა, რომ ასწავლით რა. ანუ ბევრ დატას აძლევ, სწავლობს, კიდე აძლევ, კიდე სწავლობს, კიდე აძლევ, კიდე სწავლობს. მეორე მხარეს აქვს ჩამოწერილი რაღაცა ექიმის გაკეთებული დასკვნა, რომ იმ ტიპს ჭირს. და მეჩინგი ხდება ამისე, როცა ხდება ეგ არის ისა. თუ არ გაარტყა, იმდენი უნდა ასწავლოს, რომ ბოლოს უნდა გაარტყმევინოს რა. ანუ იქ ვიღაცა ტიპმა რაღაცეები უნდა წეროს. არ ვიცი როგორ წერენ, მაგრამ ნუ ვიღაცა იმედია რომ წერს. შეიძლება მანდაც არ ვიცი, Google-ის თულია. მანდაც და ეს Google-ის თული უნდა დააჭუნინგო შენ ყველაზე ჭკვიანურად. სიტყვაზე ვამბობ Google-ის თულს თორე. ანუ რეალურად საუბარი არის იმაზე, რომ ერთ-იგივე პაციენტზე, ხო ეგეთი უნდა იყოს დაუშვათ 5, 10, 20,000 პაციენტი, ერთ-იგივე პაციენტზე უნდა არსებობდეს რა, თქვენი AI-ის, ესე ვთქვათ, დასკვნა და ტრადიციული მეთოდის დასკვნა, ექიმის იქნება თუ რაღაცა თუ რაც არის, ხო, მაგაზია საუბარი და მარტო ეს ითვლება ტესტირებად, ანუ როცა ორივე პოზიცია არის. კი, ეგ არის ვალიდაცია. გავიგე და მაგ პროცესში ხართ ახლა და მაგ პროცესში ჭირდება თანხა. გავიგე, კარგი. ეგ ვადა არის წელიწად ნახევარი, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ წელიწად ნახევარში მოგეთ რაღაცა 5,000-ზე თუ 7,000-ზე ახვალთ ამ ვალიდაციაზე, რომელიც მე მოგცემთ განზოგადოებას და იტყვით, რომ მოდელი მუშაობს ან არ მუშაობს, ალგორითმი მუშაობს ან არ მუშაობს და ფულში ზოგადად რამხელა არის ეს ამბავი, რამდენი ფული უნდა დაიხარჯოს ამ პერიოდის განმავლობაში.
ეს კვლევა დაახლოებით გვიჭდება 75,000. Quote გვაქვს უკვე იმ უნივერსიტეტისგან, სადაც 150 პაციენტი იქნება რეკრუტირებული. 150 პაციენტზე 75,000 და 150 პაციენტი გეყოფათ? კი, 150 პაციენტი გვექ ამ data-ს ანალიზს გააკეთებენ, ეს ჯგუფი არის ფსიქიატრების. ამაზე იქნება publication და ერთგვარი ვალიდაცია გვექნება მტკიცებულება, რომ ეს ტექნოლოგია რეალურად მუშაობს ამ კონკრეტულ იმაში, setting-ში. ეგ 150 პაციენტი არ იქნება გამოყენებული მოდელის შექმნისთვის, მხოლოდ ევალუაციისთვის, იმიტომ არის მცირე რაოდენობა. ანუ მხოლოდ ვალიდაციისთვის. მხოლოდ ვალიდაციისთვის. კი, დიაგნოსტიკური პროდუქტებში არ არის ზოგადად საჭირო ამაზე მეტი paper, ან clinical trial არის ეს რა რეალურად. ანუ ვალიდაციისთვის ეგ რაოდენობა საკმარისია. კი. 100-დან იწყება ხოლმე დაახლოებით ესეთი კვლევები. აი, რეზულტატი როგორი გამოგაქვთ, რომ დეპრესიულია 30%, დეპრესიულია 50%, ძალიან დეპრესიულია, ნაკლებად დეპრესიულია, მწვანე, ყვითელი, ანუ რა გამოდის ბოლოში? რა შედეგი რა არის? ან ვიზუალიზაცია, ან ჩანაწერის დონეზე ვიღაცა ვინც ამას რას ხედავს? ეს არის კი ან არა binary კლასიფიკაცია არის დეპრესია გაქვს. 15% მე ბინებს არ მივყიდიდი რა, ანუ ვისაც ესე ვთქვათ. მაგას რომ დამირეკავდნენ ხოლმე, ან მაგას ჩავიდე 15% ბინას აღარ მივყიდიდი რა, ზუსტად. დეპრესიულ ტიპებს ვირა ჩახსდით, ხო რა დეპრესია ეგრევე, არა, ას გაუჭირდი რა, ხო მაგაზია საუბარი. დეპრესიული ტიპები არ გაგეჩიტა ლუგოში, ხო? ხო, აბა. ანუ ზუსტად იმას ვიჟანდი, ანუ რეალურად. ხო, ეგეთი რაღაცაა დღეს არა გაგდა, ხვალ შეიძლება კონდეს, ან ხვალ გაგდა, ეგ შეიძლება არ კონდეს. რა, ეგ როგორ უნდა იმასება. მოძრავია რა, ეგ არ არის ისეთი, ნავსუჟის არ არის. ზოგი არა როგორც მივხვდები რა. აი ხა ეგრე არ არის. არ არის ეგრე, თუ იმენა დეპრესიაზეა, მარტო დეპრესიაზეა. მიდრეკილება არის ეხა სამედიცინოდან მე რაც მახსოვს, მიდრეკილება არის, რომ ვიღაცა არის მეტად მიდრეკილი, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ ანუ ბევრი ფაქტორი არის, მაგას ცალკე დიდი research topic არის. მაგრამ პირველ კითხვას რო გავცე პასუხი, ანუ ისევ PHQ არის სტანდარტიზირებული ტესტი, რაზეც ჩვენი მოდელია დაფუძნებული. ამ ტესტის მიხედვით არის 4 კატეგორია დეპრესიის ჩამოყალიბების რა, არ არის დეპრესია, mild არის, რაც საშუალო და მერე severe. ჩვენ ამ მომენტში ვაკეთებთ ამ ორ კატეგორიად ჩამოყალიბებას გაქვს ან არ გაქვს threshold-ი არის 10-ზე დაყენებული. ჯერჯერობით ვაკეთებთ ესე, რამდენ ჩვენ მარტო არ ვიღებთ 30 წამიან ჩანაწერს, შეგვიძლია მივიღოთ მეტი, შეგვიძლია 30 წამი არის უბრალოდ მინიმუმი რაც გვჭირდება. თუ მაგალითად ჩანაწერი არის 5 წუთიანი, ჩვენ მოგცემთ dashboard-ს, გეტყვით ზუსტად მაგალითად რა მომენტებში დავიჭირეთ ის მარკერები, რასაც ჩვენ უყურებთ, რა პროცენტით არის მნიშვნელოვანი ეს რეზულტატი, ანუ confidence-ი რამდენი არის ამ პასუხში და არის თუ არა დეპრესიული მაჩვენებლები აი ამ მომენტში. ეს არის მოდელის output-ი, ასე ვთქვათ. $75,000 დაიხარჯა. ვიშოვეთ ეს პული, თქვენი შოვეთ ეს პული დაიხარჯა 75,000. ეს პული უნდა იშოვონ თუ უნივერსიტეტმა მაგაზე თანხმობა გითხრათ უკვე? არა, მაგ quote-ი გვაქვს რა, ანუ შემოთავაზება გვაქვს. 75,000 როგორც კი მიუტანენ უნივერსიტეტი თავისაფრს გააკეთებს. 75,000 დაიხარჯა და გახვედით იქ, სადაც გახვედით თქვენთვის ყველაზე კარგ ადგილას. მერე რა ხდება? აი ხელში გიჭირავთ ის, რაც ისთვისაც იხარჯება ეს 75,000 პოზიტიური შედეგით. აი მერე რა ხდება? მერე რა უნდა მოხდეს? ეს დაგვეხმარება უკვე კომერციალიზაციასთვის. ანუ ეს საიდანაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა არის, რომ მივედით ამ ორგანიზაციებთან, health system-ებთან და უთხარით რომ გვაქვს ესეთი პროდუქტი, კომერციალიზაციას გაყიდვას ვცდილობთ. მოგთხოვეს კლინიკური ვალიდაცია, ზუსტად ეს კვლევა, რასაც ვისაუბრეთ და ისევ როდესაც გვექნება უკვე ეს მზა კვლევა და ვალიდაცია, ეს paper-ი, ისევ დაუბრუნდებით ამ ორგანიზაციებს და ვეთქვით, რომ აი გავაკეთეთ ეს კვლევა, გვაქვს ვალიდირებული პროდუქტი და მოდი დავიწყოთ კომერციალიზაცია.
ესეთი ერთ-ერთი პარტნიორი უკვე გყავს, ანუ რომელთანაც უკვე ერთგვარ საპილოტე პროექტს ვაკეთებ და თუ კარგი შედეგი ექნება ამ საპილოტე პროექტს, უფრო კომერციული კლიენტიც გახდება და ესეთი ბევრი სხვადასხვა კანდიდატი გყავს, რომელიც უკვე მზად არის ჩვენთან ითამაშობს, როგორც კი ეს ვალიდირებული პროდუქტი გვექნება ხელში. კარგი, ანუ რეალურად ეტაპ-ეტაპ რომ მივყვეთ დღეს სადაც ხართ, დღეს კომპანია ღირს დაუშვათ X-ი, იმ შემთხვევაში თუ ეს ყველაფერი მოხდა ეგირება Y-ი, მაგრამ შემდგომში დაუშვათ Z-ი ეგირება რამდენ წელიწადში. ანუ მერე იმისათვის რომ ბაზარზე რეალურად ვიღაცა ხალხი აკრიფოთ და შემოსავლების გენერაცია დაიწყოთ, რომელიც მერე თქვენ უნიკორნად გადაგაქცევთ ან კიდე რაღაცად, ეგ კიდე რამხელა დროის პერიოდია, კიდე წელიწად ნახევარი, კიდე 2 წელი, კიდე 3 წელი, აი მერე რა ხდება, როგორ შეგრძნების დონეზე მაინც როგორ გრძნობთ, ანუ დღეიდან და ყველაფერი ისე რომ განვითარდეს, როგორც თქვენ გინდათ, ეს 4 წლის თავზეა, 3 წლის თავზეა, 5 წლის თავზეა, როდის არის? ეს არის დაახლოებით 4-5 წელი ჩვენი გაფრთხილებით. გავიგე, 4 წლიან პერსპექტივას რო შეხედოთ, 4 წელიწადში ფული რამდენი დაგჭირდებათ? წინ რო იმოძრავოთ. დაახლოებით ანუ ეხლა დათვლილი გვაქვს 300,000 pre-seed round-ზე, seed round-ზე ალბათ დაგჭირდება 900,000-დან 1 მილიონამდე და series A შეიძლება ავწიოთ, შეიძლება არა, აქაც იქნება ალბათ 5-დან 10 მილიონამდე. გავიგე და დღეს valuation-ს რას ამბობთ? ანუ დღევანდელ დღეს რა ღირს ეს ყველაფერი? ეხლა გვაქვს safe agreement-ი post money valuation 4 მილიონს. post money valuation-ი 4 მილიონი გავიგე, მაგრამ pre-money ამ წუთში გავიცი. დღეს რა? pre-money გამოდის 3,700,000. და მინიმალური ბილეთი არის $10,000 როგორც მახსოვს. დიახ. და იმ $75,000 ათვისებას და 150 კაცის გამოკვლევას ჭირდება რამდენი ხანი? წელიწადიდან წელიწადნახევრამდე. სხვადასხვა ფაქტორზე ეს დამოკიდებული. ხო, ანუ შედეგებსაც ნახულობთ მე იქ ხო გავიგე. კარგით. და კიდე ერთი კითხვა რა. თქვენ რომ ამოთ რომ ვიღაცებს ელაპარაკეთ, ვინც ესე ვთქვათ, პაილოტს აკეთებთ გასაშენ. მოკლედ შეხედეთ, აი ეს დაადგინეთ, ყველაფერი გაქვთ. ძალიან მაგარია, წელიწადნახევრმა გაიარა და გაქვთ ეს შედეგები რა. კომერციალიზაციას რა შეაკეთებთ? ანუ როგორ კეთდება ფული? ანუ ესე ვთქვათ, ვინ არის ის ტიპი, ვინც ამას იყენებს და ყიდულობს, კლინიკა? პროვაიდერები, ჯანდაცვის პროვაიდერები და digital health კომპანიები, ვინც მენტალურ ჯანმრთელობაში არის და ზოგადად ტელემედიცინაში და კომერციალიზაცია ხდება როგორც SaaS-ი, ანუ ყოველთვიური ტელემედიცინა არის მედიცინა? ერთ-ერთი სფერო არის კი, ეს როდესაც ექიმი და პაციენტი შორიდან ლაპარაკობენ. ოკეი. ანუ თვითონ სამედიცინო სფეროში ხდება მაგის გამოყენება და სიტყვაზე ვამბობ, მე რომ მინდა ვიღაცა კლიენტების დაბლოკვა, მაგაში არ გამოიყენება. არა, სამედიცინო გამოყენება. ხო, ანუ ცალსახად მაგ-კუთხით არის. გავიგე. კარგით. ხო. და ამის ესე ვთქვათ, public გაშვებას ესე ვთქვათ, არა სამედიცინოს, არამედ თუნდაც მობილურ აპლიკაციაში შეიძლება პრობლემატური იყოს, იმიტომ რომ ეგრევე ლეგალურ პრობლემებს იწვევს, ხო, როგორც ხვდები? არა, უფრო ბიზნეს მოდელთანაა დაკავშირებული. ანუ ეს პროვაიდერები, ვისაც ველაპარაკებით, საშუალოდ ესეთ აპლიკაციებში ხარჯავენ $300-დან $500,000 წელიწადში.
ესეთი ტიპის კლიენტი ან ესეთი მასშტაბის გუნდვა რო გქონდეს, ან ძალიან დიდი რაოდენობა იუზერის უნდა გყავდეს და უბრალოდ არა cost effective არის, რომ რაღაც მილიონ users გამოვეკიდოთ, ვიდრე შეგვიძლია რომ ერთი პროვაიდერი გყავდეს კლიენტად და აქედან დაახლოებით 200,000 ქონდეს შემოსავალი. ეგ ვერ გავიგე ბოლომდე. ანუ უბრალოდ B2B business models-ზე, როდესაც ყავს ერთი კლიენტი, იმის შესაბამისი შემოსავალი რო გქონდეს B2C model-ზე, გაცილებით დიდი რესურსი და effort-ი გჭირდება. შესაბამისად, გვირჩევნია ისევ B2B-ზე ვიყოთ და უფრო ამ ნიშაზე ვიყოთ მორგებული, ვიდრე ძალიან დიდ რაოდენობა კლიენტებზე ვიაროთ B2C-ში. ანუ მე რო აპლიკაცია ჩამოვტვირთო, ესე ვთქვათ რა, просто Google Play-დან და რეალურად 3 ლარი გადავიხადო იმაში, რომ დამედგინოს მაგ თუ არა, ასე ვთქვათ, რამე დისორდერი, ეგეთი რაღაცა მიუღებელია. ანუ უბრალოდ და მეილი რომ მომივიდეს საღამოს. ანუ სიტყვაზე ვამბობ რა, ჩამოვტვირთე აპლიკაცია, წავიღე 30 წამი ტექსტი, საღამოს მომდის მეილი, მარტო მე ვიცი, მე ან მიმართავ ექიმს, ან არ მიმართავ, რა ამჭირს და ასე ვთქვათ, ყოველთვის რეკომენდაციის ესა დონეზე მეუბნება, რომ მე მგონი ცოტა გადასტენა აქვს, ეგეთი რაღაცა არ მოსულა, ხო? ანუ კი შეიძლება ტექნიკურად და ლეგალურად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უბრალოდ ბიზნესის მხრიდან ვერ ვამართლებთ, რომ ესეთი აპლიკაცია ავაწყოთ. ანუ არ არის მომგებიანი ჩვენთვის. ოღონდ ამ შემთხვევაში ბევრ უფრო მეტ დაზოგავდით, ხო? თუმცა ნუ ვერ დაზოგავდით, იმიტომ რომ ის 18 თვე მაინც უნდა გაიაროს და ის 150 კლიენტი მაინც უნდა ესე ვთქვათ იმას აკეთოთ, ხო? რა ქვია, დატესტოთ. ანუ პირდაპირ დღესვე ამას ვერ ჩაუშვებთ? კი, ჩაუშვებთ. შეგვიძლია რომ ჩაუშვოთ, უბრალოდ უნდა მოვიძიოთ მერე ის target audience, ხო, ვინც გამოიყენებს ამ მობილურ აპლიკაციას. რავი, ყველა, მთელი საქართველო. მინიმუმ. იმედი არა მარტო საქართველოს. მთელი COVID, ესე ვთქვათ, აი COVID-ში ვინც იყო ჩართული ყველა რა, სადაც კი რამე შეზღუდვა იყო. ჩინეთი ეხა მაგარი შეზღუდვები აქვს ეხა და ეხა მაგრა იმუშავებს იქ. ესეთი ანუ self assessment-ი იყო გაშვებული, თუმცა აი ისევ და ისევ იმისთვის გამოიყენებოდა, რომ data შეეგროვებინათ კომპანიებს და არა revenue გაეკეთებინათ, იმიტომ რომ ეს revenue-ს გაკეთება ამით რატომაც არ მოხდა. მარტო დიაგნოსტიკა. მაშინ უნდა ასევე მიეწოდო თერაპია, როცა ეუბნები, რომ აი მაგალითად დეპრესია გაქვს, მაშინ თერაპიაც მიეწოდო. ნუ ტელეფონის ნომრები უნდა მიაწოდოს, ვის უნდა მიმართოს რა თქმა უნდა. მე მგონია რომ ეგ არის საკმარისი დატა იმისათვის, რომ ვიღაცა მაქეთ რაღაცა გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ ეგ არ არის პაციენტისთვის დიაგნოზი. ანუ დიაგნოზი რეკომენდაცია. ო, ეგ არის სტატისტიკური მონაცემი არის, არ ვიცი მე დაზღვევის კომპანიისთვის, არ ვიცი მე ვიღაცა კომპანიისთვის სტატისტიკური მონაცემია რაღაცა, მაგრამ შენ ახლა რომ დიაგნოზი დაუსვა ტიპს მარტო მაგით, მე მგონი ეგ კიდე ცოტა რაღაცა სხვა არის. რეკომენდაცია უნდა მისცე, ხო ძიმა, ანუ მან ეს თქვა დიაგნოზს ვერ დაუსვამ, არასწორია და ბევრ სასამართლო პროცესს წაიკიდებ მაგის გამო, მაგრამ რეკომენდაცია რომ ესე ვთქვათ, შეხედე, მან შეცდომა სად არის? შეცდომა არის, რომ შეიძლება დაადგინო, то есть ვერ დაადგინო თუ არასწორად დაადგინო რა, ხო, ორი სხვადასხვა რაღაცა არის. ანუ ერთ შემთხვევაში შენ ადგენ, რომ დავადგინე და შემეშალა, მეორე შემთხვევაში ვერ დავადგინე და შემეშალა. მან სხვადასხვა მაჩვენებელია პროცენტულობის? კი, მაგას ეწოდება ზუსტად false positive, false negative rate და სტანდარტული მეტრიკი არის დიაგნოსტიკაში. ჩვენი მოდელი უფრო კარგად მუშაობს, როდესაც ვიძახით, რომ არ აქვს ადამიანს დეპრესია, მან გვაქვს ყველაზე მაღალი accuracy და შედარებით დაბალი accuracy გვაქვს, როდესაც ვიძახით, რომ აქვს დეპრესია და შესაბამისად შეიძლება არასწორი ინფორმაცია იყოს ეს. ხო. ერთ იმას დავამატებდი, რომ ანუ ეგეთი იმბალანსი მიღებული არის, ანუ აი ამ დარგში. არაბალანსირებული არის, ანუ უმეტესი ანუ ისედაც ზოგადად ეს ეგრეა, მაგას ამბობთ. კი, მაგას. ტრადიციულ მეთოდებში დღეს ისედაც ეგრეა. კარგით. და მაინც რომ დაუბრუნდეთ, აი ძიმა, რასაც ახლა ვამბობთ, რა ძიმა, შენ რატო უყურებ მაგას ისე, რა ქვია?
რომ მიჭები რომ ამას უყურებენ უფრო სამეცნიერო კუთხით მესმის რა ან ბიზნეს მოდელით რა, მაგრამ შენ მან რას ხედავ იმას პრობლემას, რომ ეს თქვა რეკავდი და ნახულობდე საით დგევარ? საით დგევარაო, რა მკითხე? ანუ შენ პრობლემას რაში ხედავ? ანუ შენი ის უფრო მაინტერესებს ახლა მოსაზრება, რო რეკავდე მართლა აპლიკაციაზე, ლაპარაკობდე 30 წამი მკითხულობდე ტექსტს და საღამოს მომდიოდეს მეილი რეკომენდაციით, რომ საიტი არა. რეკომენდაციაზე პრობლემა არ არის. ეგრე disk assessment-ია მაგალითად მე ხა თანამშრომლებს, აი იცი კიდე ჩემე გამბავი. აგერ ჩვენ ირო აქ არის, იროსაც გაუკეთე disk assessment-ი და 58 გვერდიანი ის არის, რა ქვია, დასკვნა არის თავიდან ბოლომდე, გიწერს ყველაფერს, ძლიერ მხარეებსაც, უთხარეებსაც, мотиваციასაც. რავი, ყველაფერს ეგეთი მილიონი რაღაცა არის და კონკრეტული რაღაც ფული ვის რა. იხდი იმას და აკეთებ, რავი, ვაფშე რა პრობლემაა ეგ. აი, კორპორატიულ დონეზე პერულად რომ მაგას აკეთებდე? ანუ კომპანიის დონეზე? გამოყენების use case ასპარეზი არის უზარმაზარი. უზარმაზარი use case-ებია, რა ვიცი, ახლა მან შენ მე მაგას როგორ დაარეგულირებ და როგორ მიეხმარები ვიღაცებს, რომ დეპრესია არ გაუღმავდეთ, რაღაც უკეთეები გაუკეთო, იხედო, ჩაეძიო, HR-ი ამუშაო თუ რა ვიცი, გაყიდვებში რაღაცები გააკეთო. რავი, დიდია ძალიან გამოყენების შესაძლებლობები რა. და თან თქვენ თუ გეკნებათ ეგეთი რა, ახლა უკაცრავად რა, მაგას ესე ვთქვათ რა, მაგ თემა, ამ თემას ახლა ვიცი ვშლი და თქვენ სხვა ბიზნეს მოდელი გაქვთ, მაგრამ მგონია რომ მოკლედ რა არ მინდა იცი, მაგრამ მომწონს თქვენი პროექტი რა, მაგრამ არ მომწონს დროის დაკარგვა 18 თვის მოსვლა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის რომ 18 თვე უნდა მოიცა ის გააკეთო და გაუშვო პარალელურად რაზეა საუბარი, მაგრამ თუ გაქვს შანსი რომ ეხლა გამოიყენო კორპორაციებში დღესვე დანერგო. კორპორაციებში დანერგო რას ნიშნავს რა? ვინც თუ ამას ნერგავს, უნდა 10 სხვადასხვა კომპანია რო იყოს, 20 სხვადასხვა კომპანია რო იყოს, ვინც ამას თავის თანამშრომლებში გააკეთებს, ამას რატო აკეთებს? იმიტომ ზრუნავს თანამშრომლზე. თუ ზრუნავს თანამშრომლზე, ესე იგი გაუშვებს კიდევაც მე რეკიმზე. თუ მე იგივე დადგინდა რა, თქვენ რეალურად მაგარი ფიდბექი გაქვთ, ხო ხვდები რა, იმიტომ რომ ანუ თქვენი იმითი რა ქვია რა, აპლიკაციით რაღაცა დადგინდა, რეკომენდაციის დონეზე, მაგრამ მე ეს დადასტურდა და რეალურად მონაცემი მნიშვნელოვანი იყო. მე შეიძლება პერსონიფიკაცია ამას მოაშოროთ და ეგ პირობა გქონდეთ რა, მაგრამ როგორც use case-ი გამოიყენოთ. ანუ რის თქმა მინდა იცი რომ რეალურად ძალიან ბევრ იმას ხედავ რა ქვია რა, გამოყენებას use case-ს, რასაც იმეძახი გამოყენებას საშუალებას და ოღონდ ეხლავე რა, ანუ აღარ უნდა ამას გადადება ეხლავე დასაწყები რა. ერთ რამეს დავამატებ, ანუ ძალიან სწორი კომენტარი. ეხლა B2C-ზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ეს რაც ახსენეთ უფრო B2B არის, ხო? აი მაგალითად მიხვიდე დიდ კომპანიაში, სადაც ყავთ რაღაც 1000 თანამშრომელი და ამათი სკრინინგი გააკეთო, რომ ამ 1000-დან რამდენიც აქვს დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ასე შემდეგ. ამაზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი ტარგეტი არის employee wellness კომპანიები არის, ამერიკაში ეს ძალიან გავრცელებულია, რომლებიც პირდაპირ მიდიან ამ დიდ კომპანიებში და მათ თანამშრომლებს აწვდიან სხვადასხვა ეს wellness პროგრამებს. ჩვენ რასაც ვეუბნებით ამ პროვაიდერებს არის, რომ ჩვენ დაგეხმარებით, რომ ის კონკრეტული თანამშრომლები იპოვოთ, ვისაც სჭირდებათ ეს ინტერვენცია. რომ აი მაგალითად ყველა 1000-ზე კი არ გაუშვათ ეს თქვენი ინტერვენციები, არამედ ის კონკრეტულად 100 ინდივიდუალი ვიპოვოთ, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან დეპრესია და რაღაც სხვა პრობლემები აღენიშნება და ამაზე მოახდინოთ კონცენტრაცია. ანუ მაგაზე ვმუშაობთ, ოღონდ ჩვენ არ მივდივართ პირდაპირ რაღაც დიდ კერძო კომპანიებთან, არამედ იმ პროვაიდერებთან, რომლებიც უფრო უკვე მუშაობენ იმ დიდ კომპანიებთან, ანუ ერთგვარი channel partner-ი გამოდის. ხო, ერთადერთი რა პრობლემას ხედავ ვიცი რა ქვია. მეგობრებო, მე უნდა დაგემშვიდობოთ რა, რაღაც შეხვედრა მაქვს, რო აწუთია მელოდებიან უკვე და. კი, მადლობა. ალბათ იმიტრი. კარგად ძიმა. ერთი პრობლემა რაც მაქვს რა, მოკლედ ირაკლი, თქვენ რამდენჯერაც ესე ვთქვათ, ეგეთი რაღაცა ვახსენე, მაინც ულ ამერიკაზე მიდიხართ რა. მაშინ როცა შესაძლებლობები ტესტირებისთვის რა, ხო? იქ საკმაოდ რთული პოზიციები იქნება გასავლელად, იმისთვის რა ქვია რა, რაღაცა გზის გასავლელად, იმათთან მოსალაპარაკებლად, ისინი ბევრი საქართველოში ბევრად უფრო მარტივია ეგეთ რაღაცებზე გასვლა. აი მაგაზე მაგ ესე ვთქვათ აქცენტი, რომ საქართველოს ესე ვთქვათ ასპარეზის სატესტოდ გამოყენება რა, ბევრად უფრო
ესე ვთქვათ, მარტივი და სწრაფი მგონია და მან რაღაცა მეშლება თუ ესე ვთქვათ, რაღაცა სხვადასხვა კაფიო სხვა პოზიცია გაქვთ, იმიტომ რომ აქ ესე ვთქვათ, გნებავთ ნაცნობობით, გნებავთ კონტაქტებით, გნებავთ ესე ვთქვათ, წამოყოლით რა, ძალიან ბევრი ტიპი წამოყლება დაწყებული თვითონ საავადმყოფოებით, რომელიც უბრალოდ ამის გატესტვაში დაგეხმარებიან რა და თუნდაც საავადმყოფოები მეთქი. ხონდა EG40, საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დავახარჯეთ ამასთან. თავიდან ჩვენ რა თქმა უნდა ბუნებრივია დავიწყეთ ლოკალური მარკეტით. ორი რაღაც აღმოვაჩინეთ. ერთი არის, რომ საქართველოში employee wellness ზოგადად არ არის აქტუალური. აი მაგალითად თანამშრომლების ზრუნვა ესე კონცენტრირებულ და ესე ახლოს არ ხდება, ხო, როგორც სხვა მარკეტებში ხდება. ნელ-ნელა იცვლება, მაგრამ ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ აი ეს ყველა კომპანიას რაღაც employee wellness პროგრამა ქონდეს დანერგული. შესაბამისად, გაგვიჭირდა იმ კომპანიების დარწმუნება იმაში, რომ თქვენ თანამშრომლებს უნდა გაუკეთოთ სკრინინგი, რომ დაადგინოთ ვის აქვს დეპრესია, ასე შემდეგ. ძალიან დიდი ბოდიშით უკაცრავად რა. შეგიძლიათ თუ არა, ეგეთი 3 ან 5 კომპანია მითხრათ, თქო სახელით თუ მეტყვით, სფერო მითხრით ანუ რა რომელი სფეროს კომპანიებთან მიყვედით რა. ბანკები, სადაზღვევოები, ძირითადად ეს ორია. ხო, შეხედეთ დიდებზე ვლაპარაკობ. მესმის, მაგრამ რეალურად რა, ეხლა სახელმწიფო სექტორს ვერ მოელაპარაკებით, თორე ეხლა ჯარი და პოლიცია ყველაზე მაგარია რა. მაგრამ აი წარმოიდგინეთ რეალურად ბანკი კი არ არის მან საინტერესო. მან საინტერესო არის მოდის ვთქვათ სამშენებლო კომპანიები, რომელიც მაღალ სიმაღლეებზე მუშაობს. პრინციპს გეუბნებით, ხო ხვდებით რა, ვინც დიდ ტექნიკას მართავს. აი, შეხედეთ, ანუ სადაც რეალურად რისკის მაჩვენებელი, ხო ხვდებით, ანუ ტიპს თუ დეპრესია აქვს, ან პრობლემა აქვს, ან ასე შემდეგ რა, მაგრა განაპირობებს მის მიერ მე გარკვეულ ხალის და მასზე როცა ვიღაცები დამოკიდებულებიან. იქნებიან აი მაგალითი რომ მოგიყოთ აი ტიპები, რომლებიც ესე ვთქვათ, მაღალ სიმაღლეებზე მუშაობენ, ალპინისტები, რომელსაც დაუშვათ შეიძლება ესე ვთქვათ, რთული ტექნიკა აბარიათ, ესე ვთქვათ, ესენი რა სამართავად რა, ხო? ანუ სადაც რისკი და ადამიანური ფაქტორი გამომწვევი ხშირად შეიძლება დეპრესია იყოს, ანუ ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე შეცდომის, ესე ვთქვათ, ხო? აი გახსოვთ ისა რა ქვია, რამოდენიმე кейსი იყო ეგეთი რომ ხან იმისი რა ქვია სასწრაფო დახმარების ბრძოლი მუშაობდა 33 საათი ხან რაღაცა სულ ეგეთი кейსები გვაქვს ხო ანუ სადაც პასუხისგებლობის ხარისხი არის მაღალი ეხლა სტანდარტულია რომ ბანკებთან მიდიხართ ხო ხვდებით ბანკებთან და სადაზღვევებთან რეალურად ამას ნაკლებად შეხედავენ მაგრამ ვისაც ეს მაგრა უჭირს და ტკივა იმის გამო რომ შეიძლება მისმა მუშამ ან მისმა ხელოსანმა მისმა ესე ვთქვათ სპეციალისტმა რეალურად დიდი ზარალი მოიტანოს კი არა вот მისმა ცუდად ყოფნამ შეიძლება მძიმე დატკმა მიაყენოს ესე ვთქვათ კომპანიას ხო იქსრუნავენ ხო რეალურად თორე ესე ვთქვათ TBC-ს შეიძლება TBC-ს კი არა ბანკს შეიძლება აინტერესებდეს უკაცრავად რომ კარგი კორპორატიული გააკეთოს და კარგი საჩუქრები გაუკეთოს თანამშრომლებს და მათ თვალში რაღაცა ის იყოს და ამათ კიდე საჭიროება აქვს იმისი რომ რაღაცა შარში არ გაეთხარონ ვიცი რომ კამაჩი შემოდივარ ეხა და იმაშვები მაგრამ მოდ მაინტერესებს ხოლმე მაინტერესებს ამ შემთხვევაში პოზიცია, იმიტომ რომ მე მგონია რომ დიდი რესურსია და ეს რესურსი ასათვისებელია რა. მესმისო თქვენ იმაში გადმოუჭერი ახლა, მაგრამ მაინც. არა, საინტერესოა, მან ძალიან honestly რო გითხრათ, სადაზღვევებთან არ გულაპარაკია და არც გვიფიქრია კონკრეტულ ეგეთ მაღალ რისკიან სიტუაციებზე, ხო, სადაც მაგალითად მენტალურმა დაავადებამ ძალიან კრიტიკული რაღაც შეიძლება გამოიწვიოს. საინტერესო არის, ანუ ვერ ვიტყვი რომ არ არის აქ opportunity. აი შეხედეთ მარტივ მაგალითს გეტყვით ალბათ ქალაქში ყველა ხედავთ ბაქსფუდის ავტობუსებს ხო ეს არის წყნეთში არის ძალიან კარგი სკოლა ყავს უამრავი ავტობუსი რომელშიც სულ ბავშვების ხედავ რეალურად რა ერთი 20 ავტობუსი ეყოლებათ ალბათ 30 მძღოლი ყავთ იმიტომ რომ იწვრიან აგერი 30 კაცი რომელიც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ იმათვის ეს ძალიან პასუხისგებლობით უყურებენ ამას რომ აბა ის კარგ მდგომარეობაში იყოს ხვდებით ხო და აი ეგეთ რაღაცეებს გულისხმობ სადაც ესე ვთქვათ
თვითონ კომპანია არ დაზოგავს ხარჯებს იმისთვის, რომ რაღაცა არ გამოეპაროს. კერძო სკოლების მასწავლებლები რეალურად ასევე საინტერესოა, იმიტომ რომ იქ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ეს რაღაცეებს გამოიწვევს, ხო? მოკლედ შეხედეთ, ჩვენ როცა კარგ კომპანიებზე ვიძახით საქართველოში რა, ან დიდ კომპანიებზე, ყოველთვის ბანკებს, სადაზღვევებს და ესე ვთქვათ, ამ სექტორს გულისხმობთ ხოლმე, მაგრამ რეალობა არის ის, რომ თქვენი მიზნებისთვის შეიძლება ის კომპანიები იყოს საინტერესო, სადაც ესე ვთქვათ, სხვა საჭიროებები უდგათ რა და გონია რომ შეიძლება კარგი ასპარეზი და პერსპექტივის იყოს, რა ქვია, დასაწყებად, რომ აი ამან გააკეთა და შედეგები გვაქვს, გონია რომ შეიძლება მაგარი მნიშვნელოვანი იყოს. მაგის თქმა მინდოდა. კარგით. მოდით იმისკენ რომ წავიდეთ, რა უფრო დასრულებისკენ, თუ ჩვენ მხარეს კითხვები აღარ არის, ესე იგი მე როგორც ხვდები, თქვენ რეალურად ეხა ზოგადად 300,000 ეძებთ, მინიმალური ტიკეტი არის $10,000 დაახლოებით წელიწადნახევარი გჭირდებათ კვლევებზე, დაახლოებით 4 წელიწადში გონიათ რომ ესე ვთქვათ კომპანია, ესე ვთქვათ, ისე რა ქვია რა ძალიან მაგრა გაიზრდება, ბადებს ვიძახი დაახლოებით ეხა და დღევანდელი შეფასება კომპანიის არის post-money, თანხის ჩადების შემდეგ, 300,000 ჩადების შემდეგ 4 მილიონი და 300,000 გეყოფათ ეს წელიწადნახევარი ამ ეტაპზე, წელიწადნახევარი 2 წელი. ესეა? კი, ზუსტად ესე ყველაფერი. ერთ დავამატებით რომ ეს exit strategies-ზე ძალიან briefly ვილაპარაკეთ, რომ 4 წელი შეიძლება გაგჭირდეს ან რამოდენიმე პრეცედენტი იყო, რომ პირდაპირ გაიყიდა ჩვენაირი early stage კომპანია, რაღაც 2 წლის სტარტაპი, იყიდა რაღაც კომპეტიტორმა რაღაც $20 მილიონ. ანუ ესეც არ არის გამორიცხული, რომ ესეთი რაღაც შეიძლება მოხდეს, რომ მაგალითად თუ ეგეთი ოფერი გვექნება, ამას სერიოზულად დავფიქრდებით. ანუ ჩვენ მარტო არ ვართ იმიტომ, რომ აი რაღაც ძალიან დიდ scale-ზე გავიდეთ და მე Series A, Series B და ამაზე ავიდეთ და IPO გავაკეთეთ. ანუ competitor buyout-ი ძალიან ხშირი არის ამ სფეროში დიაგნოსტიკაში და ესეც ერთ-ერთი viable option არის, ასე ვთქვათ. და კიდე ერთი კითხვა მაქვს. ირაკლი მგონია რომ მნიშვნელოვანი კითხვა არის ინვესტორებისთვის. თუ ჩვენ გაგვიყვება წამოვიდეთ, თუმცა ესე ვთქვათ, ჩვენი შიფრთან ყველა ვარიანტში როგორც მე ხვდები, ხა მაინც პატარა ჩეკი იქნება, მაგრამ რაღაცა იქნება, თუ ის იმედი მაქვს რომ იქნება. კითხვა მაქვს ეგეთი, რამდენი პოლიტიკა თქვენი როგორი იქნება, 4 მილიონი valuation-ი არის ეხლა, მაგრამ მისცემთ თუ არა ინვესტორებს იმის შესაძლებლობას, რომ ესე ვთქვათ, თუ ღირებულება მაღლა წავიდა, შემდეგ ესე ვთქვათ, რაუნდებზე მათი გამოსყიდვა მოხდეს. კი, ანუ policy გვაქვს, რომ ეს შესაძლებელი იყოს მომდევნო რაუნდებზე. ოკეი. კარგი, ირაკლი, დიდი მადლობა, ივერი, დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მხრიდან თანხა შეიკრიბება, ესე ვთქვათ, ინტერესს გამოხატავენ ინვესტორები. თუმცა შეიძლება ის ცოტა გაწეული პროცესი იყოს საახალწლო პერიოდის გამო, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მალე, ესე ვთქვათ, დასრულდება რა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე, სასიამოვნო იყო. მადლობა ბატონო. წარმატებები. მადლობა ნახვამდის. დიდი მადლობა, კარგად. ნახვამდის.